დღეს ირაკლი კობახიძესთან ძალიან მარტივი კითხვა გვქონდა სანქციების შიშით არის გამოწვეული თუ არა გადაწყვეტილება რომ ჩინეთში მოხდეს ეროვნული რეზერვების ნაწილის განთავსება. კობახიძე შეიძლება ითქვას რომ არ გვიპასუხა, მეტიც პასუხისმგებლობა მოიხსნა, ამის შემდეგ კი გადავიდა ნათია თურნავას ქებაზე. ირაკლი კობახიძე ამბობს რომ არ გააკეთებს კომენტარს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებზე, ის კმაყოფილია ბოლო 2 წლის გამოცდილებით ნათია თურნავასთან და ეროვნულ ბანკთან მუშაობით და ეროვნული ბანკი არის ბოლო პერიოდში განსაკუთრებით წარმატებული. დამატებით კობახიძეს ვკითხეთ კვლავ სანქციების შიშზე, თუმცა ის უარყოფს რომ ჩინეთში რეზერვების განთავსება სწორედ სანქციების მოლოდინით არის გამოწვეული. სწორედ ეს ქმნის შთაბეჭდილებას რომ ირაკლი კობახიძე თავად იხსნის პასუხისმგებლობას და ამბობს რომ ნათია თურნავა და ეროვნული ბანკი არის ამ პროცესში მხოლოდ მთავარი განმსაზღვრელი. მე კონკრეტულ პასუხს ვერ არ გაგცემთ უბრალოდ ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არის ეროვნული ბანკის პრეროგატივა. მას შემდეგ რაც მოვიდა სათავეში ახალი ხელმძღვანელობა, ქალბატონი ნათია თურნავას სახით და ახალი შემადგენლობის ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი შემადგენლობის სახით ძალიან დიდი წარმატებით მუშაობს და რეკორდულ ნიშნულზეა ჩვენი სავალუტო რეზერვები. მე ზოგადად ვაფასებ ეროვნული ბანკის საქმიანობას ყველა მიმართულებით, როგორც რეზერვების მიმართულებით, ასევე ლარის კურსის მიმართულებით, ზოგადად მონეტარული ფისკალური პოლიტიკის კუთხით ეროვნული ბანკის საქმიანობა არის ძალიან აბსოლუტურად მე კონკრეტულ თემებზე არ ვაკეთებ კომენტარს, ზოგადად ვენდობი თავიდან ბოლომდე ეროვნული ბანკის საქმიანობას გამომდინარე იმ 2 წლიანი გამოცდილებიდან, რომელიც გვაქვს ჩვენ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის კუთხით. სანქციების გეშინიათ ბატონო. არაფრის არ გვეშინია. ეროვნული ბანკი ამ გადაწყვეტილებას ხსნის დივერსიფიკაციით, სულ რამდენიმე დღეა რაც ცნობილი გახდა, როგორც ეროვნულ ბანკში ამტკიცებენ, რომ მათ მიიღეს წვდომა ჩინეთის ბანკთა შორის ობლიგაციების ბაზარზე და ახლა საქართველოს აპირებს, რომ რეზერვების ნაწილი სწორედ ჩინურ იუანში განათავსოს. ეკონომისტები ხედავენ ძალიან ბევრ რისკს. მათი მთავარი ახსნაა სწორედ სანქციების მოლოდინი, სხვანაირად ვერავინ ამბობს, რომ კარგი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ეროვნული რეზერვების ჩინურ ობლიგაციებში განთავსება. არსებობს სანდო ვალუტა და აქამდე სწორედ დოლარში, ევროში იყო განთავსებული საქართველოს რეზერვები. მაშინ რატომ აკეთებს ახლა ჩინეთს არჩევანს ეროვნული ბანკი? ეკონომისტები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს დგება იმ ქვეყნების გვერდით, რომლებიც ან სანქციების მოლოდინში არიან, ან უკვე აღმოჩნდნენ სანქციების ქვეშ. ეს არის მათთვის რუსეთის გზის გაგრძელება, რადგან სწორედ ომის შემდეგ რუსეთი იყო ის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი რეზერვები ჩინეთში გადაიტანა. ჩინეთში არავინ არ ნახავს ფულს გარდა სანქცირებული ქვეყნებისა. სულ რაღაც სოფლიო რეზერვების 2%-ია იუანში, დაახლოებით 200 მილიარდი, აქედან 55% ეკუთვნის რუსეთს, ჩრდილოეთ კორეას, ვენესუელას, ირანს. ეს კლუბია და აი ამ კლუბში წევრიანდება საქართველოს ხელისუფლება. ფინანსურად წამგებიანია, პოლიტიკურად წამგებიანია, ვინაიდან სანქცირებულთა ასე ვთქვათ სამეგობროში ვხვდებით. ივანიშვილის ფულის სანქციებიდან თავის არიდების მთავარი მიზანი არის აი ამ ოპერაციის ასე ვთქვათ წამოწყება, რა თქმა უნდა ქვეყნის ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური იმიჯის საზიანოდ. უნებრივია, რომ ეს არის პოლიტიკური დავალება, ისევ როგორც ოქროს შესყიდვა იყო ბიზნა ივანიშვილის დავალება. ანუ ბიზნა ივანიშვილი ცდილობს ეროვნული ბანკის მეშვეობით მისი ბიზნესის დასანქცირების შემთხვევაში პირადი ქონების გადარჩენას და ხვალ მოვა ქართულ და დააკონვერტირებს თელ თავის ასე ვთქვათ ფულს იუანებში და დასვამს ჩინეთში. ჩვენ თუ ეხლა გადავხედავთ ჩვენი მთავრობის პოლიტიკას, არა მარტო ეკონომიკურ და მონეტარულ პოლიტიკას, არამედ ზოგადად ისინი მკვეთრად არიან გადახრილები და აცდენილები დასავლურ ორბიტას, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკური მიმართულებით გამოიხატება, არამედ გამოიხატება ეკონომიკური მიმართულებით და დაწყებული რაღაცა საინვესტიციო პროექტებით გაგრძელებული ანაკლიის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ეს მიმართულებაც არ გამოურიცხავ, რომ აი ამ ორბიტაზე გადასვლის ერთ-ერთი საფეხური იყოს.
რეზერვების ნაწილის ჩინეთში განთავსების ამბის შემდეგ ხდება ცნობილი ისიც, რომ აქამდეც 2021 წლიდან რეზერვების მცირე ნაწილი იყო ჩინური იუანში 100 მილიონზეა. საუბარი ის, რომ ახლა უკვე ეროვნული ბანკი ღია დალაპარაკდა ჩინურ ბაზარზე და ჩინეთში ინვესტირებაზე, ქმნის მოლოდინებს, რომ რეზერვების დიდი ნაწილის გადატანას სწორედ ჩინეთში აპირებდა.